მოკლედ რომში კემპინგში დავბინავდით ელოდების შვილიშვილებს. ეს არის ჩვენი მთლიანად ეს კარავი, ეს მანქანის ადგილი არის ჩვენი, ეს ველოსიპედიც არის ჩემი. ნუ ჟოზეფინას ყველა კარგად იცნობთ. გადმოვედით ახლა აქეთ. აქ გვაქვს ჭდილში მოსაჯდომი. აქ გვაქვს სამზარეულო, როგორც ხედავთ. აქ გვაქვს ხელსაბანი და ასე ვთქვათ რაღაცა ისა. აქ ჩემი შვილიშვილები დაიძინებენ. ესეთი ადგილი გვაქვს. ეს ისევ ჩემი ველოსიპედია შეგახსენებთ, რომლითაც გადავადგილდები და აქ ჩემი შვილი და ჩემი სიძე. ესეთი ელიტალური კარავი აქვთ. სულ არის ეს ტერიტორია ჩვენი, რომელსაც მატყუებდნენ და ცოტას მაძლევდნენ. ეხლა უყურეთ, ვართ 7 პერსონა. 7 ღამე ვიქნებით აქ. დაჯდა 700 евро. ანუ ერთი პერსონა 100 евро 7 ღამე. ეხლა თქვენ თვითონ დათვალეთ. ღირს თუ არა ესე მოგზაურობა. თუ მანდა მაინც პარაგრაფი და მარაგრაფი და ონე პარაგრაფი და მარაგრაფი. ხوارიაფი. გადმოფრენაც იაფია. თორე დაატვინეთ ხალხო, დაატვინეთ. ევროპელობა მარტო ის კი არ არის, რომ დროშა აფრიალოთ. ევროპელობა არის ის, რომ შუაგულ რომში დაიძინო კარავში. აბა, Нам пиздец, Люда. Нам пиздец, Люда. Нам пиздец.